ირაკლი კობახიძის მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ოცნების მილიონერი დეპუტატი ჩიგოგიძე საკრებულოს ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები და პოლიციელი ერთ სუფრაზე. ადგილობრივი ჟურნალისტი ლადო მენაბდე ოზურგეთში მომხდარ იმ დაპირისპირებაზე წერს, რომელსაც ხელჩართული ჩხუბი და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება მოჰყვა. ჟურნალისტის ცნობით ჩარაშიძემ პოლიციელის თანდასწრებით მის წინამორბედს ირაკლი კუჭავას შეაგინა და დაპირისპირებაც ამიტომ დაიწყო. ზოლის ინფორმაციით პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეს ტვინის შერყევა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა პროკურატურა ილია ღუდუშაურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. თანხის ოდენობა ცნობილი არ არის. ღუდუშაურის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავეს. ამერიკის სანაპირო დაცვამ გემი მარინერას ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან გაიყვანა, ინფორმაციას როიტერსზე ავრცელებს. ამის შესახებ ცნობილი შოტლანდიაში გამართული სასამართლოს ხდომიდან გახდა, სადაც კალანდაძის საქმეს განიხილავდნენ. რუსეთში Volkswagen-ის ყოფილ ქარხანაში პლასტმასის საწყობი იწვის. მეხანძრეები ორ სხვადასხვა ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ინფორმაციას რუსული მედია რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.